მოკლედ დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ამ არაჩვეულებრივი ფეხბურთების გადამკიდე, როგორც იცით, ჩვენი გადაცემა ხუთშაბათს არ გავიდა და დღეს ისეთი მონდომებულები ვართ, ბევრი ვიფიქრეთ, ცოტა ვიფიქრეთ, თუ ისეთი სტუმარი გვინდა თქო, რომ ესე იგი პირდაპირ დაიპყროს ტელეეთერი ჩვენი ძვირფასი და საყვარელი რუსთავი ორის და მე მგონი შევჯერდით კიდეც. დიახ, ნამდვილად. მაგრამ ჩემო ნიკოლოს სანამ სტუმარს გამოვაცხადებდეთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სატელევიზიო ბადე მიზეზი ძალიან სასიამოვნოა, სოფლიო ჩემპიონატი ცოტა არეულია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სერიალის ერთგულ ტელემაყურებელს ყურადღებით ადევნეთ თვალი რუსთავიორს, იმიტომ რომ ცოტა პატარა ცვლილებები იქნება. მიხოდამაროს დაწყების შემთხვევაში საათს გულისხმობ და რაც მთავარია, გავა აუცილებლად. ამიტომ ეს ცვლილებები იქნება. ანუ იმის თქვა გვინდოდა ჩვენი მიზეზი, სოფლიო მიზეზია. კი ბატონო. სოფლიო მიზეზია, რამე ჩვენი. მოდი ჩემო პატრა ისღა დაგვრჩენია, რომ კარგი სტუმარი წარმადგინო. მაგარი ბიჭი, კარგი ადამიანი. კარგი ადამიანი. სიკეთით სავსე. ჩვენი მეგობარი, შოუმენი, მეტყველების პედაგოგი, ქორეოგრაფი, მომღერალი, რუსთავიორის ვეტერანი და ახალი თეატრის წამყვანი მსახიობი. ეხა ფეხბურთი იწყება, მეც ვერ ვაწრებ, თორე სავსეა ფურცელი. მოკლედ, ყველასთვის საყვარელი ადამიანი პირველ რიგში არჩილ სოლოგაშვილი სტუდიაში. მადლობა, ჩემო მეგობარო, ოქროს ადამიანო. მადლობა. ესე იგი, ამ ციებ-ცხელებაში, როგორი ჩართულებიც ავართ, განსაკუთრებით ჩემო არჩილ რუსთავიორის, ესე იგი, თანამშრომლები ყველა უკლებლივ. ნამდვილად. მადლობა მინდა გითხრათ, დიდი რომ მოიცალე. პირიქით, მადლობა. იმიტომ რომ დილით ეთერში, მერე გამოდი ბენდი, მერე ცეკვა დადგი. უკვე დავიღალი აღარ გააგეთო. უკვე დაღლილი. მადლობა პირიქით, მეგობრებო, მოწვევისთვის. ვაფიქსირებ ჩემს სიყვარულს და პატივისცემას. მადლობა ბიჭებო, კიდევ ერთხელ და მიხარია რომ თქვენთან ვარ. იცი რა, გამიკვირდა ისე აქამდე. რატომღაც მოხდა ისე, რომ აი დღეს ვარ სტუმრად რა. იცი რატომ მოხდა? აბა რატომ? აი აქ შენ ჩამოუთვალე, შენი მიღწევები არ გცალია და რა გავაკეთე. არასრული ჩამონათვალი. გოდიში. იცი რა, მინდოდა რომ შენზე გვესაუბრა. გესმის ამ ფეხბურთის ციებ-ცხელებაში პირველი კითხვა არაბიძე საქმე შენთან, იმიტომ კი ბატონო, რაც გინდა, რაც ვის გინდა. გულ შემატკივროთ? ხო. ცოტა სანაძლეოც კი დავდეთ. მეც მითხარით ვის გულ შემატკივროთ რა. გამანდეთ ეს ამბავი. გამანდეთ. ხო, და შენთვის მე გეტყვი აუცილებლად რა მაქვს დასამალი კაცო თელმა მსოფლიო მიწის რომ ვის გულ შემატკივრობ? მე ხوار. მე გეტყვი და შენ ვის გულ? შენ ვის გულ შემატკივრობ? ეს მაინტერესებს. გამარჯვებულს. კარგია. ესე მოხდა. რა გავაკეთო? ნუ რაღაც პერიოდი ესე რომ დამისვეს ეს კითხვა, თქვი და ვიზებს თქვი არ იღებენო კაცო მონაწილე მაშინ. მაშინ მეთქია არც ძალიან დავიბედი რა, ძალიან დავიღალე ამას. ხოჭი ხმალაობაზია კინო რა, კინო ფილმი ხმალაობა. კინო არის ხმალაობა. და გავამეო რა, იმას გულ შემატკივრობ. მე საფრანგეთიც ავარჩი ერთი პერიოდი, ხუჩაკვარაცხელიამ ყველაფერი იქნა რომ ეხლა გულ შემატკივროთ და. ხო, ბოლოს მივედი იქამდე რომ ვინც გაიმარჯვებს იმისკენ ვარ. ესე ჯობია. ესე ჯობია, თორე ამ წუთში ხა აი ამ ეტაპზე ვატყობ რომ რა ფეხბურთი ხალხო ჩოგბურთზე ვარ, ჩვეულებრივად ხანიკით ხანაკეთ. ვიტყოდი ნიკოლოზ ბასილაშვილს მეთქი, მაგრამ აბა ფეხბურთზეა საუბარი და ხშირი შენიშვნა გვაქვს ამის, რომ როცა ინდივიდუალურად მოყვავს სტუმარი, ესე იგი ჩვენ აქ ამ დროს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ბენეფისივით კვარცხლბეკს უწყობ და ურა აიტანოთ ეხლა გენაცვალე. ძალიან კარგი კისრის ვარჯიში, ამიტომ დატოვეთ არაფერი არ შეცვალოთ აქ. ჩემო იყოს ესე. თან ჩაძინებისთვის არის ერთ-ერთი წამალი, რო არ ჩაეძინოს ადამიანი. ისე დილაში გამომადგება და უნდა გავითვალისწინო, ესე იგი, ისე უნდა დავჯდე ხოლმე, რომ აქეთ წამყვანები ვისხდეთ და აქეთ სტუმარი, რომ იქაც ეს ვაკეთო, იმიტომ დილას არის, რომ ესე ხარ და ესე რო ხარ, მე ნელ-ნელა ხელი მოდის რა. ხო. დამდროს მაყურებელს გონია, რომ ძალიან ჩაფიქრებული ხარ სტუმართან და აი ამ ადგილზე არის ხოლმე რა.
ფეხბურთის თემა რო ვერ ამოვწურათ 19-მდე, მაგრამ მე როგორც გითხარით, მე და ნიკოლოს ასე ვთქვათ, გამაზული გვაქვს ტერმინოლოგიაში შევიდეთ რა მოცნური ფსონები გაქვს. ბრაზილია და გერმანია. ამიტომ უფრო მეტი რო ვიყოთ და იმ სუფრაზე მოვხვდეთ ჩვენ მე შენ დაგაკვალიანებ და გერმანიის ნაკრების მაისის ძალიან დიდი მადლობა. და აგერი თავისი შორტი დედა შეგენა შეგიძლია რომ ამაყად თქვა რომ გერმანია გულშემატკივრობ. ძალიან დიდი მადლობა. აი ბურთი მიგარო გერმანიის გულშემატკივარიც ერთი გყავს. მეც გაჩუქებდი ბრაზილიის მე ველოდებოდი რომ აჩუქებდი. ამოვყიდე უკვე და კარგი რა. არა, მაგი როგორ იმართლებს ხოლმე იცით თავს. ჩვენო იმდენი გულშემატკივარი ყავს რომ აღარ დარჩა, მაინც ამაშია საქმე. ძალიან დიდი მადლობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე კიდე ერთხელ მოგიწევს სტუმრობა და მაშინ გაჩუქებ შეგენაცო. გამარჯვებულის მინდა, გამარჯვებს. ესე შეკვეთა მოგეცთ. მე მაინც ამ რეგალიებზე ვარ რა. აბა გამოვიდით, რომელიც ხო იცი პროფესიული კოლეგიალობის ამბავი. მესმის, აბა მე. ამ ყველაფერს ერთი მთავარი ამბავი აკლია ჩემთვის. აბა და შენთვისაც ალბათ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს კი არა ბუნებაში ყველაფერს ჯობია. ეს არის ალექსანდრე. ხო და მე როგორ არის? ეხა გარკვეული მიზეზების გამო, ნუ დამაკონკრეტებინებ, მე სოციალურ ქსელებში აღარა ვარ და ის სიამოვნება აღარა მაქვს ამ შენი შვილის ჭიკჭიკის და კაი რაღაცა ამბების და ხო არის კარგად. გულწრფელად რო გითხრა და გულწრფელი რო ვიყო და რა თქმა უნდა ვიქნები ერთადერთია ოჯახში, ვინც ფეხბურთს გულშემატკივრის. კეთრიანი კაცი. ამიტომ აი ეს თუ კი ვინმეს გაუხარდება, სანი იქნება. ხო და არ ვიცი ბიჭებო, ეს სიყვარული საიდან აქვს, იმიტომ რომ მე და ფეხბურთი, მე და ნუცა და ფეხბურთი ვერა. არც ძიძა სანამ ყავდა ფეხბურთთან ვერა და ციფრს ეუბნები და პასუხობს იმ ციფრზე, რომელი ადამიანი ფეხბურთელი თამაშობს. საიდან აქ ეს ცოდნა არ ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაცნაირად ეს სიყვარული გაუღრმავო და პირიქით, მიდი შვილო, მიდი შენგენაცვა, რატომაც არა. წინაპრებში ვარ მოგიკითხია. იცი რა არის, მაშინ ფეხბურთი არ იყო. სადამდეც გავედი და რა ვიცი ეს ქართლელი კაცი ეს ფეხბურთი აი არ ვიცი მესმის რომ კიდე ხო აი რაღაცა ეხა ძეგველი ერთი ტოჩინო ვიცი რა ტოჩინოშინი ვიცი ვინც გადასარება თავის საქმიანობას ეწევა და ვერც პროპორციაში ვერ ვატყობ ეხლა ჩემს შვილს მაინც და მაინც ეხა იქით უნდა წავიდეს და არც გენეტიკაში არა გვაქვს და აბა რა გითხრა ხო მაგრამ მე როგორც ვიცი სამაგიეროდ გენეტიკაში არის ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი რომელიც აი ამ ადამიანებთან არის კავშირში არის კი პაპას ხო და ეს კი ბატონო პაპას ძალიან უყვარდა პაპას დოლგარმონი ესე ვახსენებ ქართლში ესე ვეძახით რა ყოველ შემთხვევაში ესე გავიხსენე ესე იყო ფანოხს ეძახდნენ დოლგარმონი რა და მეც ახლა რო გითხრათ რომ ჩემთვის უცხოარე დოლის ხმა რომ ეს აი რა კატა და პირდაპირ მხარი აი ვიღაცას ახლა ხასიათში აქვს რა მხრით საუბარი და მე დოლის რიტმზე მემარცხება აი პირდაპირ მხარი გამირბის რა და ცხონებულ პაპას ისე უყვარდა რომ გასვენებაშიც კი ესე იგი იყო დოლგარმონი აბა იყო და ასე გავაცილეთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში. ასე ვთქვათ, იმ წლების ადამიანების იყო ძალიან უშემ, იმიტომ რომ ეს უკვე მაგალითად გამიხარდა რა და ეხა არ არის პირველი შემთხვევა რომ მსგავსი ამბავი დაბარებული აქვს რომ გინდა თუ არა ის კი არა და ბებიასაც ძალიან უყვარდა. კი, დედაჩემის დედასაც ძალიან უყვარდა, აი ძალიან გიждდებოდა ბაიათზე, აი და ბავშვობაში მასწავლიდა სხვათა შორის სანამ ის სიმღერა გაპოპულარულდებოდა, ბიჭი გოგოს წერილს ასერს, ბებიაჩემმა მასწავლა და მაშინ ძალიან პატარა ვიყავ. ცოტა სხვა მელოდიური ხაზი ქონდა, მე უფრო დაიხვეწა მაგრამ ხალხში როგორც გადიოდა. ხო და მიყვარს რა ნუ ეს ჩემთვის უცხოარა და არც ამ შანსს არ გავუშვებ ხელიდან თუ მომცემთ რომ ამ ბიჭებთან ერთად რამე შევასრულო. ხო და იცი როგორ არის აჩკო ნახე ეხლა ამ ფეხბურთების ფეხბურთს კიდე უფრო უხდება. ხო, კი, ჰიმნი არის, ფაქტ. აბა, შაკირამ რო იცოდეს, რას შეიძლება ისეთი გახდეს ეგ ამბავი და რატო ამ ბიჭი რომ დრო გვაქვს ძალიან მცირე, იმიტომ რომ ეხლა მატჩი იწყება. არიქა.
ხო და ამიტომ რომელი ერთი რა ვარ ვქნა? იყოს რაღაცნაირად სიურპრიზი აგერ ბიჭებთან და რამე ისეთი რომ პაპის ძვრები შევატოვოთ. უი, გამოვნებით, მე ვიხუმრე დამშანს მართლა არ გავხდი ხელი. შეგენასწავლე. იცი რა? მიკროფონი გაგვერდით. კი ბატონო. მიდი ბიჭებთან და ვნახოთ ეხლა რაში იქნება საქმე. კი შენ გენაცვალე, აბა ვცადე. აპლოდისმენტები.